გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგული მაყურებლებო, ჩვენ განვაგრძელებთ ჩვენ პროექტებს. დღეს ცოტა ახალ ფორმატში ვართ, პარასკევი დღე არის, მოგეხსენებათ და ეს მეცნიერთა კონგრესის დღე არის და მე მთხოვეს ამეყვანა. ეს დღე მეცნიერთა კონგრესია, ბუნებრივია, თავისუფალ ტრიბუნაზეა აგებული, მეცნიერულ შეხედულებებზე სხვადასხვა პროექტები დომინირებს, ერთ-ერთი მაგალითად გუშინ წინ ჩატარდა უნიკალური საქართველოს ინტეგრალური რესურსები ბატონი გივით ალაკვაძეს ხელდასმით, ამას გაგრძელებათ ექნება, ეს სერიოზული თემაა, ახლა ამაზე ვერ შევჩერდებით, მაგრამ ის სხვათა შორის თქვით, თუ აქ მომავალი ამ ქვეყანას, ამდაგვარი ნაშრომები მეცნიერული, ფუნდამენტალური ბატონი კიდე ყოღუაშვილის პაატას ინტეგრალური სოფელი და მისი ულტრათანამედროვე მოწყობა, ეს ყველაფერი კომპლექსურ საკითხებთან, რომლის შესახებაც ვლაპარაკობთ ხოლმე, ეს არის უზენაეს საბჭოს იდეები, დამოუკიდებელ აფხაზეთის თემატიკა, ცხინვალის თემატიკა, ახლა ძალიან ესეთი არის პრობლემატური, ხო, შევეხებით. ჩვენთან სტუმრად არის ბატონი ზაალ ქასრელიშვილი, ძველი ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ძველი ვეტერანი, ადეკვატური ადამიანი, რომელსაც გუშინ დღეს ხვალ ეს ცნებები არის გაერთიანებული, არ არის არც ერთი ჩარჩენილი, არც ეკით პირიქით გამთლიანებულია და მადლობთ რომ მოგზანდით ერთი თვისენ ვეტერანი არა ვარ, მოქმედი ვარ. მოქმედი, დიახ, მოქმედი, ვეტერანი, წარსულით და მოქმედი დღევანდელი. წარსულით უარა ხარ ვეტერანი, ესე იგი გუშინ წინ აიდგე ფეხი და მაგას არ კადრებ. არა, აქ არიან ეგეთები, გუშინ გამოჩეკილები. ეს ხვებს ეხება და ამიტომ მადლობა რომ მოგზანდით და ახლა დავიწყოთ უშუალოდ პირდაპირ თემატიკებით. ჩვენ ახლა კი ხედავთ რომ რა სერიები მივდივართ, მოდი დღევანდელობიდან დავიწყოთ. რა იმიტომ რომ გუშინდელ თემაზე ჩვენ შეთანხმებულები ვარ დამოუკიდებლობასაც აფხაზეთის რეფერენდუმი, ვინც ამას არ ემორჩილება, იმას საქართველოს არც წარსული არის, არც მომავალი არის და დაკარგულია, აბნეულია გზაკვალი, როგორც არის. ამაზე ჩვენ თანხმდებით და ამას არ შეუდგებით. მოდი დღევანდელობა შევეხოთ, იმიტომ რომ ხო ხედავთ სერიები, ხო, ეს დაჭერების, პასუხისგებლობით რაღაც კომისიების, ეს ციხეში გაგზავნის რაღაც კომბინაციები, ვინც დედას იგინება, ეს პრეზიდენტი ხდება, პარლამენტში შედის და ასეთ აბსურდში ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენ სწორი ორიენტირი უნდა გქონდეს, როგორც ასეთი მოვლენები სწორედ უნდა შევაფასოთ, როგორც ასეთი და იმ ადამიანებს, ვისაც გამოსავლის პოვნა უნდა შევაზოთ ამ პროექტი, ან სწორი ხედვა და მოქალაქეობრივი, სამართლებრივი ხედვა უნდა გქონდეს სწორი გამართული და კავკასიის თემებზე თქვენ დიდი ექსპერტი ხარ და ამ თემაზეც ვილაპარაკებ. ამიტომ დღევანდელობიდან დაიწყეთ თქო. ხო, ნუ რა ვიცი ხა, რასაც ქართული მედია სივრცე უკანასკნელი რა ვიცი 92 წლის მერე ძიძგილაობა აიწონა დაიწონა ხო ძველი მოდევილები ხო გახსოვს ეხ როგორ არა წყევლე მესროლა აქანდაზი მესროლა ქართული პოლიტიკური სივრცე გაივსო ციცაკანთ მაგდანების დონის ხალხით ესე იგი როგორც კი უმთავრდებათ ინტელექტუალური რესურსი გადადიან ლანძღვა გინებაზე არგუმენტები არც ერთ მხარეს კერძო ინტერესებს მოარგეს თავისი კანონმდებლობას კერძო ინტერესებს მოარგეს თავისი თანამდებობრივი მდგომარეობაც აუცილებელი კი არ არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება როა მუხლი აუცილებელი კი არ არის რომ ფული მოიპაროვეს ხო შეიძლება რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდი ამ შენი თანამდებობრივი მდგომარეობით მოკლედ ცნება პატრიოტიზმის პრეფერენცია აღარ არსებობს ნიველირებული ან განადგურებული არიცი ესე იგი პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული იქცა ხელობად, რომლის მიხედვითაც ხვდებიან პარტიებში და პარტია არის საშუალება მე იმისთვის, რომ მოხვდეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში და მოიწყოს პირადი კომფორტი. და გახდეს კალვერას ბანდის წევრი. ეგ მეორე ეტაპია. ეს არის სულ ქართული პოლიტიკის დღეს მეტაფიზიკა. მე იქ რომ მოდის და გაძღება მოსვლამდე რომ არასდროს არავინ არ იყო. ხო უყურებთ რა გუშინ გამოჩეკილები. ზოგი ცალცალი კალოშით მოვიდა, ზოგი უკალოშოთ მოვიდა, ზოგი საერთოდ მოიტანეს და დადეს ვინ არის საიდან ზოგს მამა მოყიდა ადგილი, ზოგს სიმამრმა, ზოგს ბიძას ციხია რა.
რა. ბარდაკია რა. არანაირი ჯანმრთელი კონკურენცია ქვეყანაში, შესაბამისად ამ ქვეყანაში შესაძლებლობების რეალიზაციას ვერ ახდენს ხალხი და მარტო ფულის საშუალებლად არ გარბიან აქედან. მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც კარგი ხელფასი აქვს, მაგრამ შინაგანი უკმარისობის გზნობა ყოველთვის დაუკმაყოფილებელი, იმიტომ რომ შესაძლებლობების რეალიზაციას ვერ ახდენს. მაგისთვის არის ადამიანი ამ ქვეყანაზე გაჩენილი, რომ ჯერ უნდა იპოვოს შესაძლებლობების ზღვარი და მერე მისი რეალიზაცია ადამიანი როდის კვდება, როცა სული ფორმირებას ამთავრებს, ხო და? ეხლა სულ ჯაჯღანში, შურში, უბედურებაში რო ხარ. უტანლობაში. ვიღაცა გუშკიდე ვიმეორე, მამა რო უარგისი იყო და შვილი რო დაგასვა, ეხლა თავზე და ეს გასაქანს რო არ გაძლევენ, გაბრაზდები აბა რა ჯანდაბას იზავყავს, დაიჭერე. მე არ ვიცი ხა ვისი ჭერენ და როგორი ჭერენ. ეს ბავშვები რო დაიჭირეს, ჩვენი ბრალია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიდექით წინა ხაზზე, ესენი ზურგს უკან უნდა დაგვეყენებინა. დღეს საქართველოში ერთპარტიული მმართველობაა, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას კონკურენტი არ აქვს. ოპოზიციამ არც იყო თავიდან ოპოზიცია, საერთოდ ერთი ადამიანის ტრფიალით და იმედით და ერთ ადამიანს ერთი კაცის ერთგულება არ არის სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს ერთგულება. არც სხვა რესურსი არ ჩანს, ამიტომ მე და ჩემი თანამოაზრეები ვფიქრობთ, რომ ეხლა რაღაცა სხვა სახელით ალბათ უფრო, მაგრამ ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინება გვინდა, გადაწყვეტილი მაქვს ეს ამბავი, მაგრამ ჯერ მინდა რომ რაიონები შემოვიარო პირადად მე და ეროვნული ცნობიერების პატიოსან ადამიანებს, ვისაც ვიცნობდი და ვისაც ვიცნობ, ეხლა ვისაც ვიცნობდი და ზოგ შვილები ყავს უკვე შვილიშვილე, უნდა მინდა პირადად დაველაპარაკო, აზრი ვიცი მათი, მაგრამ მუხტი მინდა ვიგრძნო რა. ძალიან ცუდი ცხოვრება იყო 92 წლის შემდეგ და ბევრი გაფუჭდა, ბევრი შეცდა, ბევრი გატყდა, ბევრმას თავისი ნამდვილი სახე გამოამჟღავნა, სარგებლის მაძიებელი მედროვე და იხტუნავა კალთიდან კალთამდე. ბევრი დაბერდა, მაგას ვამბობ, ხო და მინდა რომ დაველაპარაკო ამ ხალხს, მინდა მუხტი გავიგო. განწყობა ვიცი, საპროტესტო განწყობაა ახლა. ამ ხელისუფლებას მხოლოდ მორალით შეიძლება დაუპირისპირდე. სულიერებითაც ხო რაღაცა სულიერებით რა თქმა უნდა, თუმცა სულიერებაში უნდა გადაიზარდოს. ხო, მაგრამ ესენი ხო არ აღიარებენ ღმერთს, ესენი ამათ ხო პარტნიორმა უნდა აღიაროს ბატონოზე. ამათ სამების არ წამთ, ამათ წამს დოლარის, ამათ წამთ ოქროსი, ამათ წამთ მამების. ო, ნუ ეხა მამონას კულტურა. გაიძახიან პროლუსები ხართ, ხვეუბნებია. ამათ რო ხვალ სარგებელი არხი გაჭრან და სარგებელი ნახონ ამერიკისგან, მერე პროამერიკელი ხარ. აქ ლაბარაკი იმაზეა, ქართველი ხარ თუ არა ხარ, ქართული სახელმწიფო მშენებლობა გინდა თუ არ გინდა ხა. რა ეთყობა ამ ქვეყანას, რომ არ მოქალაქეთა კავშირმა, ან ნაციონალურმა მოძრაობამ და ან ქართულმა ოცნებამ ამ ქვეყანაში ქართული საქმე აკეთა. ქართულ ესე იგი მოქალაქეთა კავშირმა დაკარგა ტერიტორიები, გაძარცვა ხალხი, გაყლიფა ბიუჯეტი, ესე იგი დაპირისპირებული დატოვა ქვეყანა და მძიმე ფსიქოემოციური ფონი შექმნა და გადააბარა ხელისუფლება სააკაშვილს. სააკაშვილმა გააგრძელა დაპირისპირება, გაყლიფა ხალხი, მაგრამ ის ფული არ მოახმარა ხალხს. კი რაღაცები შენდებოდა, ორი აზრი არ არის. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ახლა გუშინ იყო, გუშინ წინ თუ დღეს არის, როდესაც ესე იგი ინფრასტრუქტურული პროექტებით ტრაბახობთ, უნდა იცოდეთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებია ერთ-ერთი საშუალება იმისთვის, რომ ფული იშოვონ. თან ისე აკადემიურად შოულობენ, რომ ბიუჯეტიდან კი არ იპარავს. მე შენ გაძლევ ტენდერს და შენი ტენდერი და რომ მოიგებ შენი ფული და
არა, შენი მოგებიდან, შენი სახლის ფულს მიყობ მე რა, ესე იგი, ვერანაირად ვერ მოყვება, ვერა. ამ ტენდერში იმას აგებინებ და ვესაც ხალს დააბენ. ეს სხვა თემაა კიდე. ეგ უკვე სხვა თემაა. ის როა კიდე ტენდერს რო მოაგებინებენ დაბალი ფასი და მერე რო განცხადებების საფუძველზე უმატებენ. მოკლედ, ნაციონალურმა მოძრაობამ ცემატყეპა ხალხი იძალა და ასევე დაკარგა ტერიტორიები, გააღატაკა ქვეყანა, გაზარდა ემიგრაცია და უმძიმეს ფსიქოემოციური ფონი დატოვა მანაც. ტერიტორიები არ დაუკარგავს ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ არ უომია, იმიტომ რომ არაფრის თავი არ აქვს. ჯერ ერთი საომარი და აღარ დასაკარგია. ცოცავი ოკუპაციები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ცოცავი ოკუპაციები რა თქმა უნდა მიმდინარეობს. მუხანათურად. ხო. იგივე მდგომარეობა გაღატაკდა ხალხი, გაძვირდა ცხოვრება, მოსახლეობა მასიურად გარბის საქართველოდან. ძალიან ძიმე ფსიქოემოციური ფონია და ძალიან მწვავდება დაპირისპირება, რასაც აუცილებლად გამოიყენებს რომელიმე ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისათვის. რეალური საფრთხე ამისი არის და 92 წლის სამოქალაქო დაპირისპირებისგან განსხვავებით, როდესაც ერთმანეთს ებრძოდა ორი ეროვნული მთავრობა დამოუკიდებელ საქართველოს მთავრობა და პრორუსული ძალა, როცა ერთმანეთს ებრძოდა, დღეს ეგრე არ იქნება. დღეს ერთმანეთს საქართველოში და კავკასიაში დაუპირისპირდება რუსული ინტერესი, ევროპელის ინტერესი, ამერიკელის ინტერესი, თურქის ინტერესი და ირანელის ინტერესი. იმ დროისთვის ირანში უკვე კონსტიტუციური მონარქია იქნება და ეს პრორუსები ახლა ნუ ამყარებთ რაღაცა ცრუ იმედებს, რომ ჩინელმა მისცა იარაღი და რუსი დაეხმარება და ახლა ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ მოსადმა ოპერაცია ისე დაიწყო და ინგლისის დაზვერვამ, რომ იმას არ იცოდნენ რა იარაღი ქონდა იმას ირანს. ძალიან კარგად იცოდნენ რა იარაღი ქონდა ირანს არა. ხამეინის რეჟიმს. ძალიან კარგად იცოდნენ რა იარაღი ქონდა ძალიან უბრალოდ რაოდენობა არ იცოდნენ შეიძლება, მაგრამ ეხლა ისიც გატესტილია სიტუაცია უკვე, ხო და ნახავთ როგორც გამვითარდება მოვლენები, მაგას აუცილებლად ნახავთ და პრორუსებმა კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენს ხელმძღვანელს და თქვენ ბელადს, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელს უკვე გაუჩნდა სურვილი ზელენსკის და ელაპარაკოს, ოღონდ ლეგიტიმაციაზე ლაპარაკობს ეხლა. ორმაგი სტანდარტია რა. როდესაც უკრაინასთან სალაპარაკოდ მოლაპარაკებებზე არ მიდის ვითომ იმიტომ რომ ლეგიტიმაცია არ აქვს ზელენსკის. მინდა გითხრათ რომ ლეგიტიმაცია რუსეთს არც ერთ მთავრობას და არც ერთ წესწყობილებას 1920 წლის 7 მაისის მერე ლეგიტიმაცია არ აქვს საქართველოსთან. და თუ საქართველოსთან ურთიერთობა უნდა 1920 წლის 7 მაისიდან უნდა დაიწყოს ურთიერთობა, მათთვისაც კარგია სამომავლოდ მაშინდელ ტერიტორიულ საზღვრებს გადახედოს საქართველოსი და ვისთან შეიძლება დავაში იყოს, მერე თუ ჭკუით იქნებიან, კარგად დაფიქრდნენ, მაგრამ უკაცრავად ბატონზალ უკაცრავად უნდა დაგაბრუნოთ, იმიტომ რომ პირველი ეს დღევანდელი ის კი შეეხეთ თქვენ, მაგრამ მე კითხვები მაქვს კონკრეტული, მე ჩემ ახსნა განმარტებები მაქვს, მაგრამ თქვენგან არის საგულისხმო და საყურადღებო. ახლა ვითარება ესეთია რა, უმძიმესი მდგომარეობა, ხო, დაპირისპირება, ასე თქვათ, გამოუვალი მდგომარეობა, პატური მდგომარეობა, ჭადრაკის ენაზე რო ვთქვათ, თითქმის არ ტოვებენ სვლას რეალურად, ახლა უნდა აყირავო ეს ჭადრაკი და თავიდან უნდა დაიწყო, თორე რასაც გვაყურებენ, პატური მდგომარეობა, ხო? ეს რაღაც თვითმმართველობის იმაში, ეს გახლეჩილები ორად და თვითონ ოპოზიციის ზოგიერთ წარმოლაპარაკობს, რომ ციხეში რომ დაგვიჭერენ ყველას, მან თუ შევთანხმდებითო რა უნდა გავაკეთეთო. აი ამ დონეზე არის მე ახლა არაფერი, მეც ვეთანხმები დაახლოებით ამ მოსაზრებას და მე მაინტერესებს აი აქედან გამოსავალი რა არის. ვიტყვი სამ ვარიანტს რა, ერთი
დვარცოვი პერიოდ, ანუ ესეთი გადატრიალება, ხო? მეორე არის ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, არცი და მესამე რევოლუციური, ასე ვთქვათ, პროექტი, რომელიც სხვათა შორის თუ დესპოტური რეჟიმი არ ღვევს ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებას, მაშინ აჯანყებულების ამის უფლება აქვს და მთელი მსოფლიო ამას აღიარებს. აი როგორ მიგაჩნიათ რა ვარიანტები არსებობს? თუ საერთოდ უნდა ავაყირავოთ ეს სასახლის გადატრიალება მოხდა კაცო. სასახლის გადატრიალება მოხდა და კალაძე და კალაძის და კობახიძის ეს კიდე მოსალო არა კიდე ეს გეთახმებით მაგიმაში ეგრო მოხდა, მაგრამ კიდე ახლა ვითარება ისეთია, რომ ეს დიდხანს ვერ გაჩერდება ესა, ხო? გარეთ ფაქტორებით, შიგა ფაქტორებით, ემიგრაციით. მოდი ჯერ სახელები დავარქვათ. კალაძე, კობახიძე, კალაძის კარტელმა გაიმარჯვა. ჯერჯერობით კი. გაიმარჯვა. კლანები აღარ არის. მიშას დროს კლანებიც იყო და შევარდნაძის დროს იყო. ესე იყო შევარდნაძე ბოსი, იყო კლანები და კლანები შედგებოდა კარტელებისგან. ეხლა კლანები აღარ არის. ეხლა პირდაპირ კარტელებია. ეს არის ადამიანების გაერთიანებები სხვადასხვა ინტერესების გარშემო, რომლებიც იბრძვიან მონოპოლიისთვის. მონოპოლია შეიძლება იყოს ბიზნესში, შეიძლება იყოს პოლიტიკაში. ამ კარტელმა გაიმარჯვა. ეხლა მეორე საკითხია, ეს კარტელი როგორ ართმევს თავს სიტუაციას. ვითარება არ წყდარდება, კი, აკონტროლებენ, მაგრამ არ წყდარდება და საგარეო ზეწოლა უფრო ძლიერდება და ძლიერდება. ეს ყველაფერი საგარეო ზეწოლა მიიყვანს ქვეყანას, ქვეყანაში ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გაძვირდება. როდესაც უტრაბახობთ, რომ 9-11%-ით გაიზარდა ქართული ეკონომიკა და როდესაც უტრაბახობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ამას აღიარებენ, ის საერთაშორისო ორგანიზაციები აქედან სტატისტიკური დეპარტამენტიდან წაღებული და სამინისტროებიდან წაღებული ციფრებით ოპერირებენ და მე აქ არსებულ ციფრებსთან აკეთებენ ბალანსს და ეგ არის რა, ეხლა რა ისა არ მინდა დავხურდავდე, მაგრამ 25 ლარიღის ბალი ხალხო ხორცეძვირი გახდა რა. რას მელაპარაკებით ეხლა თქვენ მე რომ 19-11% გაიზარდა ბიუჯეტი 9-11%, მაგრამ ხალხისთვის არაფერი. ტყუილია ეგ ამბავი. ხალხი ხო, ხალხი ისეო იმას შეხედეთ, კაცო ზღვა არ ხო, ევროპის ქვეყნებიო, ესე იგი შურის თვალით გიყურებენო. ეგრეთ წოდებული პასობიე ევროპაში შემწეობა 800 ევროდან იწყება და ზევით და პენსიას რაც შეეხება 1900 ევროდან იწყება და 4000-მდე ადის. მაგით შეედარეთ იმათ. აქ რაღაცა მაგ ეგეთი ციფრები ტრაბახობდა, მიშაც ეგეთი ციფრები ტრაბახობდა შევარდნაძეც. ყველა საინფორმაციო საშუალებები მაგას ებას იძლევა. შენებლობებითაც ტრაბახობდა, ის მეუბნებოდა რომ ომი დავამთავრე და ქვეყანას და გამსგავსეთო, ის მიშა გვეუბნებოდა რომ ახალი ქართული სახელმწიფო ავაშენო არ ყოფილა აქ. კარგი ბატონო ზავრე, ამ პრიმაზე მითხარით სამ ვარიანტზე. ამ სამ ვარიანტს გასაგებად ვთქვი, რევოლუციური ვარიანტი იქნება გარე ძალების ჩარევით, რომლებიც ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რომ რუსებიც მიხვდებიან, რომ ამაზე ფსონი აღარ უნდა დადონ, იმიტომ რომ გაშიფრულები და არასანდო ხალხი. არასანდოს ერთი რა. პირდაპირ დავარქვათ რა ერთმანეთს ერთ სახელი. შესაძლებლობების რესურსები ამოწურა. ისევე როგორც ამოწურა თავის შესაძლებლობები შევარდნაძემ, როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, მანამდე სოციალ-დემოკრატებმა, ქრისტიან-დემოკრატებმა, რა ვიცი, მონათმობელურმა წყობილებამ მოდიხარ შტაბია, 7-8 წელიწადში წურავ რესურსს, თუ განახლება არ მოხდა. ხო და ახალი სისხლის გარევა არ გინდა. ამიტომ თქვენ ასე თქვა კვანძეს გახსნას, ასე თქვა მაინც გეოპოლიტიკური. გარე ძალები, ახლა პირდაპირ გეტყვით, რომ კავკასიაში არის ირანის მერე. ჯერ ირანი იმ ხელა სწორი გათვლა, რომ რუსეთმა დაივიწყოს უნდა ჩრდილო სამხრეთის
ესა მარშრუტი ერთი გიჟი კაცი რო ყავდა თან გეი იყო ჟირინოვსკი და ეხლა რო აღმერთებენ ისო წინასწარ მეტყველი იყო სუსი აძლევდა იმეებს რა ქვია რასკლაც და ყველა ინფორმაცია და საზოგადოებრივ აზრს თვლიდა ბოდიში ხო და იმას რო აყვირებდნენ გაჩენის დღიდან ვიძლებდნენ რუსის ჩექმალო ჩრდილოეთის ოკეანიდან ინდოეთში უნდა დაიბანოს ფეხი აი ზუსტად იქ დაარყეს და დაამთავრეს ეხლა უყურეთ როგორი ვითარება რუსსა და ჩინელს შორის დადგნენ ამ მიმართულებით ციმბირი დაუტოვეს ჩინელს მინდა გითხრათ რომ ციმბირის მხარეს რუსეთში 3 მილიონი ჩინელი ცხოვრობს უკვე ხო და ესა ბიზნესები იმათ ხელშია ხეთხე იმათ ხელშია ანუ სამხრეთ კავკასიისათვის რომ თავი მოიკლას ეხლა რუსეთმა თუ ირანი დაკარგა და ირანს დაკარგავს ირანში იქნება კონსტიტუციური მონარქია აუცილებლად ძალიან მალე ხო გარდამავალი პერიოდი იქნება გამოცხადდა როგორც ფრანკომ რო გააკეთა კი ბატონო ხო უსმინე ხო მიზაფეხლებს ლონდონშია ჩემო ბატონო ინგლისის სამეფო კარი და ირანის შახის კარი ყოველთვის კარგად იყვნენ კი ირანის შახის კარი ნადირ შახიდან მოყოლებული ვიდრე 79 წლამდე ევროპის სამეფო დინასტიებთანაც ყველასთან კარგად არის და სხვათა შორის ნადირ შახი არა მარტო გარეგნობით მოსწონდათ და ვაშკაცობით და მეომრობით ინოვაციური აზროვნების მქონე კაცი იყო და ძალიან პოზიტიური კაცი ევროპაში მიღებული იყო ყველგან ხო და რას ვამბობ რომ მე კავკასიის ჯერ იდგება კავკასიის ჯერ იდგება ჩრდილო კავკასიაში და სამხრეთ კავკასიაში ამისთვის მზადება არის მზაობა არის ჩრდილო კავკასიაში და სამხრეთ კავკასიაში ყველა თავის ქვეყნებში ელოდება ცვლილებებს სიგნალებს საზოგადოებრივი შეკვეთა ამაზე არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეგენი ყველა ელოდებიან საქართველოში ცვლილებებს აი ეგენი ელოდებიან სიგნალს აი მე ვნახოთ ვინ ვის დაარბევს და ვინ როგორ მოერევა ვის მაშინ პოზიტიურმა ძალებმა ბატონო ზაალ სოფხედველობრივად რო არიან ჩამოყალიბებული ვისაც გააჩნიათ ესენი უნდა შეთანხმდეთ და მომწიფდნენ და მოემზადონ და იმ სიგნალის შესაბამისად მოემზადეთ მომწიფდით და მოემზადეთ და მეორე სარგებლის ბაზიებელი მედროვეები კალთიდან კალთაში ნახტომები თაღლითები, მამაძაღლები, გატეხილები, თქვენ ერთი შანსი გაქვთ ყველას, თუ ღირსეულად, შვილები მაინც ღირსეულად გაზარდეთ, თქვენ შვილებს ექნებათ პერსპექტივა. მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის რატომ დასკვნა დავთ. მოემზადეთ. ის ბრძანებაც იქნება ამოიღეთ და გაზეთით მოემზადეთ. ამისოსაც მოგიწვიეთ რომ ეგ სიტყვები გეთქვათ. ესე იგი ჩრდილო კავკასიაზე არის დალაგებულია როგორც ქართული სუფრა ლაგდება, ხო, საფრთხილება, ეგრე ლაგდება, მალე ნახავთ მომენტალურად. მანდაც პროცესებს მსოფლიო ბაგის გარდა მსოფლიოს 12 ქვეყანაში სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ კავკასიელები და სადაც ყველა ქვეყნის პოლიტიკურ წრეებზე სერიოზული გავლენა აქვთ. მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის დასაწყისში სოფლიოს ნათთავები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს დაესახელებინათ მე-20 საუკუნის საუკეთესო მწერალი. გამოხშილვის მეთოდით 8 კაცი იყო თუ არ ვცდებით 7 კაცი. საერთოდ ჩატარდა ეს? ევროპაში. გამოხშილვის მეთოდით 2 მწერალი აარჩიეს. ერთი იყო ჯეიმს ჯოისი, რომანისათვის ირლანდიელი. ხო. ფანტასტიკური რომანი. კი. უნიკალური ტექნიკური შესრულებით და ღრმა ხედვით ადამიანის ბუნების და ცნობიერების. კი. ახლა მარტივად გასაგებენაზე რომ ვთქვათ, ადამიანი დახატა სამდეში, ფიქრობს, როცა ერთს ფიქრობს, მეორეს ლაპარაკობს და მესამეს აკეთებს, ვასწრებთ. და მეორე იყო მარტოობის ასწელი.
გაბრიელ გარსია მარკესის კოლუმბიელი უნიკალური ხატრული ხელხებით დახატა რომ ადამიანი ობიექტურის და სუბიექტური ეს რამ გაგახსენათ ამ კონტექსტში ეს გამახსენა რომ ერთი პასაჟია რა როდესაც სანგარში ზიან ღამე ბოლო ომის დროს აურელიანო ბუენდია მარკესი და აურელიანო ბუენდია ეკითხება მარკეს პოლკოვნიკს რისთვის ომობოდა თანასწორობისთვის სამართლიანობისათვის მარქსისტი რა და შენისთვის ომობო 86 ჯერ აჯანყდიო და 86 ჯერ დამარცხდიო და მაინც აჯანყდიო შენისთვის ომობოდა ჩიბუხი გააბოლა და ღირსებისთვის ვინც ღირსებისთვის ხართ მზად გასწინოთ ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე და ვინცაც გინდათ რომ ღირსეულად ვიბრძოლოთ მოეცადეთ ყველაფერი ძალიან გასაგებად თქვით ავსებით აწუხაროთ მეტი დრო არ არის აუცილებლად მოგიწევთ ამ თემის დაკონკრეტება მოგიწევთ ამ თქვენი მოგზაურობებს რომ იმოგზაუროთ რა თქმა უნდა დაინტერესებული ვართ ეს სტუდია კავკასიური რასისტვის ესე სოფხედველობისთვის იდეალის აღარ ვთქვით რამდენიმე წუთი დარჩა თხოვეს და ჩავერი ხო მე თქვენს მაგერი მე ვიტყვი რა ხა თქვა ძალიან უნიკალური ოპერაცია ჩაატარა თავისებური როდესაც დავარი ინგუშეთსა და ჩეჩნებს შორის კადიროვის ასე თქვა ხელდასმულებმა ხელოვნურად წამოწიეს რაღაც სადაო მიწის რაღაც პრობლემები იმასაც წამოეგენ ამ ანკეს როგორც ასეთი სერიოზულად მძაფრდებოდა და ბატონი ზალი თავისი გონივრული კავკასიური ეთიკით, დიპლომატიით, შორსწორედობით ჩაერთო ამ საქმეში სერიოზული წერილი მისერა და ამან განეიტრალება გამოიწვია იმების და ეს ხალხი მიხვდა ვის ხარაზე უნდა დადგეს და მეორე ეტაპი ახლა უნდა დავალაპარაკო. კი ბატონო, ანუ ხო ამას გაგზელება ექნება, აუცილებლად მოგიწევთ ამ დალაპარაკებაზე კიდე მინდა იცოდეთ მარტო ჩეჩენი და ინგუში აღარ იქნება. ჩერქეზიც იქნება და ლეკიც დაღესტნელიც. ანუ გაფართოვდება, ანუ უფრო უნივერსალური კავკასიური ეს იერსახეს იღებს. ამის თქვა გინდათ, ხო? ხო, ნუ ახლა ამ თვალსაზრისით შენ თუ მაჩანჩალა ხარ, შენ თუ კიდე წარმოდგენა არა. ბიჭო, ამას ვიტყვი რა, ეს უნიკალური რაღაცა გამოვგნა ომი რო დასრულდა ეს ხატაბი რო იყო კაცი ჭამია რო ჩამოვიდა კაცოლის მოიყვანა რაღაცელი და ხო ერთი ხუთით ხო ხონდათ ესა რა ტიპურად ებრაელი კი ხო მაგრამ სასწაული რაღაცა თქვა მაგათ გაეცნო კავკასიური ადაწესებს და კულტურას და საქართველოს და წაიკითხა რა ვეფხისტყაოსანი ვაჟაბშაველა დათა თუთაშხია კონსტანტინე გამსახურდიას ესენი რა და არის მოტაცება რა ესენი წაიკითხა და კაცი გაუგნდა და მაგის ისიც წავიკითხე და ტიპი აი ესეთი კაცი ჭამია ტიპი განიარახდა ანუ იმხელა რაღაცას მოიცავს ქალტური კულტურა თავისი მაღალი წარმოადგენს ხრიდა და კაცი რომელიც საბახშო ბაღებს და იმებს აფეთქებდა ლამის და რა ვიცი უბედურებებში ქონდა და სისხლი და გარეული მაგრამ თელი ცხოვრება კაცო თან მილიონერი შვილი იყო რაღაც შეძლებული რაღაც და წავიდა ამ გზით რა და ამ ადამიანზე ეს უნიკალური კულტურა ახდენს და სირცხვილია როდესაც აი ამ ხელა კულტურის, ამ ხელა ადაწესების, სოფხედველობის, ლეგენდების, რა ვიცი რა ხალხით არ არის ეს პორტრეტები ესა ვართ რაღაც გაუგებრობაში იდიოტის ეს 14 წელი. აი წადი ვერ გამოვდივართ ამ ჭაობიდან და 14 წელი. აი რა ზალ დაანტებრო თქვა მე უღრან ტყეში ვარ და იმაზე უღრან ტყეში ვარ და სანამ კომპასი არ გამონახავს, სწორი კომპასი რა არის, სწორი მხოლოდ სოფხედველობა, ამ იდეელებზე ორიენტირება და ადეკვატური დამოკიდებული გარე სამყარო თუ ეს არა გაქვს ასე თქვა ის რასა ცივილიზაცია ასრულებს არსებობას 92 წლის შემდეგ არ მიყვარს ამ თემას მოკლედ ძალიან მოკლედ ხო ესე იგი რამოდენიმეჯერ შემომთავაზეს ლიდერობა პოლიტიკურ პროცესებში ორჯერ შემომთავაზეს გამზადებული პარტიის ხელმძღვანელობა ორჯერ პარტიის ქვეყნის გარედანაც და ქვეყნის შიგნიდანაც ყოველთვის თავს ვარიდებდი. ახლა ყოველთვის თავს ვარიდებდი. ეხლა სხვა ეტაპია. ეხლა 90 წლის წლების გადაწილების შემდეგ
ესეთი გადანაწილება მსოფლიო გადანაწილება არ ყოფილა არ იქ დიდი ხნით ხო და მინიმუმი 25 წელი მინიმუმს გეუბნები მეტიც ალბათ შეიძლება 50 წელი ესე ხო და თუ ჩვენ ეხლა ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ ხო ეხლა რევოლუცია კი არა იქნება ცოტა უფრო მეტი რამეები კარგით მადლობთ მოგზანებისათვის აუცილებლად მოგიწევთ კიდე სხვადასხვა ფლანგის წარმომადგენლებს კავკასიიდან იქნება ეგ რაღაც საბჭოთან ამ ეროვნული მსოფლმხედველი ოღონდ ადეკვატური ადამიანები უნდა იყვნენ რომლებსაც ესმით აუცილებელი არის რომ უზენაეს საბჭოს დეპუტატი არანაირი ვისაც იცნობ არანაირი პატიოსან პროფესიონალი ღიარი ეს კარები ღიარი ყველასთვის რა მე უზენაეს საბჭოდან რა 90% არა უზენაესი გოვიცი. სამეგრელოს ჩასვლას ვაპირებ ჩასვლას ქვემო ქართლში და შიდა ქართლში ჯერჯერობით ესეთი გეგმები მაქვს. ოღონდ კიდევ ვიმეორებ, გეგმებია. მე მინდა პულზე დაადო. არა, მუხტი მინდა ვიგრძნო. მინდა მითხრანო და მიდი. ბატონო, თორე ესე სამარცხვინო. არა, იდექით და კარგი რა, და ვერ გახარია ერთი რა ძლივს რაღაც ეს ნავი ჩონჩარი თუ რა ქვია იმას იქ ნავი სწორედ გახსნა ესა და მაგას ედავებიან ღალაჩი, კაცო, იქ რატო ნაციონალური კონფლიქტი შექმნიო, ეთნიკური კონფლიქტი. კავკასიელებმა რომ თხოვეს და იმ საქმეში რომ ჩავერიე, ეს ინფორმაცია ხო დაიდო და გავრცელდა ყველგან. აფხაზებმა დამიკავშირდნენ და მადლობა მითხრეს. ნეტა როდის მოიშლება კავკასიაში საზღვრები. აჰა. ეს ძალიან კარგია. ეს კიდე სტუდია ღია არის ესეთი ადამიანებისთვის. არანაირი მე უზენაესათვის პრივილეგიას არ ვანიჭებ, თქვენ რაღაც ცოტა ესეთნაირად არა, მაგიტომ არა. მე იცი რატო თქვი? არ უნდა იყოს თვითმიზანი. არანაირი, კაცო. აი ბევრი ვინც გატყდა. ისეთი კარგი შვილები ხართ. ისეთი კარგი მაგალითი აქვს ოჯახში. კარგი მამები, კარგი დედები, კარგი პაპა. ბიჭო, მილიონ ნახევრიან თბილისში ერთი ინტელიგენტი თბილისელი ვერავინ შეერგება. კარგით, ავირჩევთ. დიდი მადლობა, რომ მოგზავნეთ და ამას აუცილებლად გაგრძელება ექნება. და ეს კარი ღია არის ყველასთვის, როგორც უზენაესის, არა უზენაესის და ყველა ღირსეული მოქალაქესათვის, რომელიც კვანძის გახსნის იდეა სწორედ ესმის და სწორი რეაქცია ექნება ამ ყველაფერს. მადლობთ ყურადღებისათვის. მე მადლობა მოწვევისათვის და ბოდის ვიხდი ემოცია არ არის მოთხოვნილი და. კი ბატონო. კარგად გახდება.